მე ვიცი რომ თქვენ რომ ჰოლანდიაში ჩახვედით რაღაც პერიოდი მუშაობდით დარაჯად. დიახ, გეტყვით დაწყებული პერსონალური დაცვიდან დამთავრებული სახანძრო წესები და ეს ყველა ის ვაკანტურა რაც ჩვენ გვაქვს, რომელიც გინდა მოიქცია. ახლა თქვენი თავი რაღაც გარკვეულწილად ემიგრანტად მიგაჩნიათ. მე რო დამინახოთ, მიხვდებით რომ მე ჰოლანდიელი არ ვარ. პაციენტის სამომავლო სიცოცხლე სწორედ თქვენს დასმულ დიაგნოზზე და რეკომენდაციებზე და მოკიდებული. ბევრ კოლეგას არ უყვარს ის ჩვენ მათი ხარისხის კონტროლი ვართ. თქვენ სახლში რომ შემოდის ადამიანი, ნახულობს ძალიან ბევრ ჩონჩხს. მე ამაში არასოდეს არ მქონია ბავშვობიდან. ალბათ დამეხმარა კიდეც ჩემს პროფესიაში. დღეს როგორიც არის ალექსი ბაიდოშვილი. ასე ცხოვრებაზე ოცნებობდი? მოგესალმებით, პარასკევის საღამოა და ეთერშია ჩვენი პოდკასტი ექიმი მიკროფონთან და მე დღეს ცოტა რკოს ვღელავ, იმიტომ რომ ჩემთვის განსაკუთრებული სტუმარი მყავს დღევანდელ პოდკასტში. ეს გახლავთ ადამიანი, რომლის განვლით ცხოვრებაც ჩემთვის ხშირად არის ხოლმე ინსპირაცია თუ როგორ უნდა მიაღწიო პროფესიულ წარმატებას ცხოვრებაში. მე მინდა დიდი სიამოვნებით წარმოგიდგინოთ ჰოლანდიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ციფრული პათოლოგიის ლაბორატორიის ლაპონის კომპიუტერული პათოლოგიის ხელმძღვანელი, ციფრული და კომპიუტერული პათოლოგიის ხელმძღვანელი და ასევე მეგალაბის ქართული ძალიან კარგი ლაბორატორიის პათოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი პროფესორი ალექსი ბაიდოშვილი. ალექსი, დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და მოხვედით ჩვენთან პოდკასტში სასაუბროდ. ძალიან მიხარია და მინდა რომ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდეს. ვისაუბრებთ პროფესიულ ნაწილზეც და პირად ნაწილზეც თქვენთან მიმართებაში და მოდი პირველი შეკითხვა მინდა დაგისვათ ასეთი. აი დღეს როგორიც ხართ, როგორიც არის ალექსი ბაიდოშვილი. ასე ცხოვრებაზე ოცნებობდი პროფესიული თვალსაზრისით. მადლობა, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. კი საინტერესო კითხვა არის. შემიძლია გითხრა რომ ძალიან ბედნიერი ვარ იმ პროფესიით რაც მე ავირჩიე. ჯერ პირველ რიგში ის რომ ვარ ექიმი და მეორე ის რომ ვარ სპეციალობით პათოლოგ-ანატომი. თვითონ ამ სპეციალობაზე ძალიან ცოტა იციან ხალხმა. მეც სიმართლე გითხრათ უცებ დავიწყე სწავლა სამედიცინო განათლების მიხედვით მე ბევრი არ ვიცოდი პათოლოგია-ანატომიაზე, მქონდა რა თქმა უნდა როგორც სტუდენტებს ლექციები, მაგრამ ეს დარგი უფრო ახლოს გავიცანი ნიდერლანდებში. ძალიან მომეწონა და პირველივე კვირას ვფიქრობდი რომ ეს ის არის რაც მე მინდოდა მედიცინაში. სამწუხაროდ ამ დარგს ასე კარგად არ იცნობენ, ამიტომ არ არის პოპულარული, არ ირჩევენ სტუდენტები ამ დარგს მარტივად. პრინციპში ჩემი ყველა კოლეგა, რომელსაც მე ვიცნობ, გახდა პათოლოგ-ანატომი, იმიტომ რომ ამ დარგთან ქონდა რაღაც შეხება სტუდენტების დროს და ნახა რომ ეს ძალიან საინტერესო სპეციალობაა მედიცინაში. გეთანხმები ზამდულად საინტერესოა, იმიტომ რომ პაციენტის შეიძლება თქვენ უშუალოდ არ ხართ პაციენტის მკურნალობის პროცესში ჩართული, მაგრამ პაციენტი რომ შემდგომში კარგად განიკურნოს, სწორედ აი პათოლოგების და პათოლოგ-ანატომების სწორად დასმულ დიაგნოზზე არის მნიშვნელოვნად კი არა და ალბათ 100% დამოკიდებული განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ ონკოლოგიურ პათოლოგიებზე ვსაუბრობთ. დარგთან დაკავშირებით ოდნავ მოგვიანებით გადავიდეთ, მანამდე მოდი ფაქტობრივად ხარ ხიდი გაქვს ხო ჰოლანდიასა და თბილისს შორის და საქართველოში პათოლოგიის მიმართულებით ძალიან ბევრი რამ განავითარეთ თქვენ და ამ ციფრულ ტექნოლოგიებზე ასევე მინდა რომ ძალიან დაწვრილებით ვისაუბროთ თუ რა მნიშვნელობა აქვს ამას პაციენტებისთვის, მაგრამ მანამდე მინდა გკითხო როგორ წახვედი ჰოლანდიაში, როგორ წახვედი თქვენ ჰოლანდიაში და როგორ დაიწყეთ იქ, იმიტომ რომ ძალიან რთული პერიოდი იყო და ძალიან რთული არის რომ იქ ჰოლანდიაში ამხელა წარმატებას მიაღწიოს ერთი პატარა საქართველოსდან ჩასულმა ადამიანმა. აი რანაირად წახვედი ეს რომ მოგვიყო, იმიტომ რომ ხა ძალიან ბევრი თქვენ ძალიან ბევრი ქართულ სტუდენტთან ურთიერთობა ძალიან ბევრ ქართულ სტუდენტსაც ეხმარებით გაცვლით პროგრამებში, ჩაგყავთ იქ, ასწავლით, აცნობთ დარგის მიმართულებას და აი ბევრი სტუდენტიც მოგისმენთ, ვისაც იცნობთ, რომ როგორ მიაღწიეთ ამ წარმატებას ჰოლანდიაში.
სანამ ამ კითხვაზე პასუხი გაცემ, პატარა ინფორმაციას მოგაწვი. სინამდვილეში პათოლოგიის დარგი მართლა მასე იყო ყოველ დიაგნოსტიკაზე დაფუძნებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სწორი დიაგნოზის სწორი მკურნალობა. იმდენად შეიცვალა ჩვენი დარგი, რომ ამ მომენტში ჩვენ მკურნალობაში ძალიან დიდ როლს ვიღებთ. ჩვენ ვადგენთ ხშირად იმის მგრძნობელობას, რომელიც წამლები შეიძლება გამოიყენოს. ჩვენ გაცილებით მეტ ინფორმაციას ვადლებთ გარდა დიაგნოზისა, რაც მკურნალობას ხო, ექიმს კარნახობთ ტაქტიკებს, როგორ უმკურნალო. ვეხმარებით დიახ ჩვენს ექიმებს, ამიტომ ძალიან ფართოა უკვე პათოლოგიის მიმართულება და თვითონ დარგი. რაც შეეხება ჩემს ისტორიას, თქვენიც ალბათ რომ მე ასოციაცია გიმფაშიც მონაწილეობ. ეს არის ევროპაში მოღვაწე ქართველი ექიმების ორგანიზაცია და ამ კონფერენციაზეც აუცილებლად უნდა ვისაუბროთ. ბევრი კოლეგები გვყავს გიმფაში გაერთიანებული, ვინც ჩემნაირად წავიდა საქართველოში, ძალიან ბევრი იმ დროს, როცა მე წავედი 90-იან წლებში. ისტორიები ძალიან გავს ერთმანეთს. მოკლედ რო ვთქვათ, ჩვენი წასვლის მიზეზი ხშირად იყო ის, რომ ჩვენ გვინდა უკეთესი განათლება მიგვეღო და იმ უკეთესი განათლება ცუდი დაბრუნებულიყავთ საქართველოში და ჩვენ სამშობლოსთვის ჩვენ სამშობლოს გამოდგომოდით ამ ჩვენი მიღებული განათლებით. ამის გარდა პირობები 90-იან წლების ახლა არ მოუყვები ბევრმა იცის რა სიტუაციაც იყო საქართველოში. მათ შორის მედიცინაშიც უამრავი სტუდენტი და აბიტურიენტი და უამრავი ექიმი და მე ჩავთვალე რომ ჩემთვის და ჩემს სამშობლოს უკეთესი იქნებოდა რომ მე განათლება მივიღო ევროპაში. ძალიან რთული იყო. რა თქმა უნდა, იქ არავინ არ გელის ხელმგაშლი მოდი და ისწავლე და განათლება მიიღე და დაბრუნდიო. თვითონაც საინტერესებთ ინვესტიცია თავიანთ ხალხში. მთელი ეს გავლილი გზა ძალიან რთული იყო. აი ამ გზასთან დაკავშირებით მინდა გითხოთ, ჩვენ ერთმანეთს ძალიან დიდი ხანია ვიცნობთ და ძალიან ღიად ვისაუბროთ. მე ვიცი რომ თქვენ რომ ჰოლანდიაში ჩახვედით, რაღაც პერიოდი მუშაობდით დარაჯად. დიახ, გეტყვით, რა თქმა უნდა, მე რო ჩავედი სწავლას და განათლებას ცხოვრებას დაფინანსება სჭირდებოდა. ძალიან საინტერესო ისტორია ის, რომ როცა მე ჩამრიცხეს სამედიცინო უნივერსიტეტში, ამას ძალიან ბევრი რაღაც წინ უძღოდა, ენის გამოცდის ჩაბარება, საბუთების აღიარება, მე ჩემი განათლება არ აღიარეს დამსვას პირდაპირ. მეორე კურსზე თავიდან გავიარე ფაქტობრივად სული სწავლა. ამის დაფინანსება რა თქმა უნდა ძალიან რთული იყო, თავიდან რაღაც სესხიც მომცეზე ძალიან დამეხმარა, ძალიან მადლი ჰოლანდიელი ხალხის. შემდეგ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მე თვითონ დამეფინანსებია და ვეძებდი სამუშაოს რაც კომბინაცია შემეძლო. მუშავია ძალიან ბევრი ფიზიკური შრომა გამიწევია რომ რაღაც ფინანსური საშუალებები მქონოდა სწავლის ცხოვრებისთვის. ერთი პერიოდი იყო როცა ჩემს უნივერსიტეტში ხედავდი რომ იყვნენ დაცვის თანამშრომლები, თავისუფალი ფორმით დაცვა, რომელიც მთელი დღე იჯდნენ ერთ განსაზღვრულ ადგილზე, იცავდნენ შენობას და კონტაქტ ყოლანი საშუალება რომ წიგნი ეკითხათ რაღაც. ხო, შესანიშნავი საშუალებაა. აბსოლუტურად ვიფიქრე რომ ეს იქნებოდა ჩემთვის ძალიან კარგი, იმიტომ რომ მექნებოდა საშუალება რომ წიგნები მეკითხა და თან შემოსავალი მექნებოდა. აღმოჩნდა რომ ამ პროფესიას სჭირდება დიპლომი და განათლების მიღება მინიმუმ 1 წლიანი. და ამის საშუალება დრო არ მქონდა, სამედიცინო სტუდენტი ვიყავი. ველაპარაკე უბრალოდ ვთხოვე რომ იქნება რაღაც ადგილი გაქვს ჩემთვის რომ უნივერსიტეტშივე დავრჩები ბიბლიოთეკიდან წიგნებს გამოვიტან ვიკითხავ თან ვიმუშავებ. არა 1 წლიანი განათლების გარეშე ვერავ და ეს ისეთი განათლებაო რომ სხვანაირად ვერ მოხერხდებაო. მე ვთხარი მე მეთქი რამოდენიმე თვეში ჩავარ ყველა გამოცდებს თუ ამის საშუალებას მოვწევთ. მეთქი გაიცინა ასე დავშორდით ერთმანეთს, სადღაც რამოდენიმე კვირაში მოვიდა თვითონ სასადულში ვიყავი და მოვიდა ჩემთან და მითხარ საუბარი მინდა შენთან თუ შეიძლებაო და ასეთ რა მითხარ ჩემს უფროსობასო ვცდილობ რომ დავმტკიცო რომ ჩვენი განათლება არ არის საჭირო იყოს 1 წლიანიო შეგვიძლია უფრო ნაკლებ პერიოდშიც ისწავლონო და უფრო გვჭირდებაო თანამშრომლებიო და უფრო მალე შეგვიძლია თანამშრომლებს აყვანასო. დამთანხმდნენ ექსპერიმენტზეო და მინდა რომ შენ გამოგიყენო ამ ექსპერიმენტშიო გაგიშვებო კურსებზეო რამოდენიმე თვე 4 თვე დარჩენილი არისო ისწავლე ყველაფერიო და ჩაბარე გამოცდებიო და თუ შენ ამას გააკეთებო მე სამსახური დაგეხმარები შენ დამეხმარები რომ იმაში რომ დაუმტკიცო რომ უფრო მოკლევადაში ყველაფრის სწავლა შესაძლებელი დიპლომის აღება
ასეც მოხდა საღამოს სწავლებაზე გამიშვე, იმიტომ რომ დღისით უნივერსიტეტში დავდიოდი სამედიცინოში. 4 თვე ვისწავლე, წავედი ჩავაბარე ყველა გამოცდები. მეთოდს ვინერგული რა თქმა უნდა, ახლა არ არის ადვილი, ბევრი გამოცდები არის შესაძლებელი და დაწყებული პერსონალური დაცვიდან დამთავრებული სახანძრო წესები და მათ შორის კანონმდებლობი და ყველაფერთ არ არის ადვილი. რომ მივედი გამოცდის რეზულტატების წამოსაღებად, ჩავარებული მქონდა და ძალიან გამიხარდა. შევედი მის კაბინეტში და ხარფერი არ მეთქვი ისე დაუდეს ფურცელი გამოცდების რეზულტატები, რომელიც სურვიანი და ცხრიანები იყო ნიშნები, ძალიან მაღალი ნიშნებით ჩავაბარე. მისთვის ეს რა თქმა უნდა ძალიან გასახარებელი იყო. დახედა ფურცელს, მე არ მეთქვი ისე დაუდეს თემის მაგიდაზე ფურცელი, დახედა, აიღო ეს ფურცელი, არ მეთქვა მეტრიალ და რაღაც გაამოთავის კარა და გამოიყო ფურცელი და დამიდო წინ ფურცელი. რა არის რა ფურცელი? ეს ყველა ის ვაკანტურა რა ჩვენ გვაქვს, რომელიც კიდე მოიქცია. ამორჩიოთ. და ესე დაიწყეთ უნივერსიტეტის დაცვაში მუშაობა. დაცვაში ხო დღისით ვსწავლობდი, დილას 8-დან 9-დან იწყებოდა სწავლა. როცა სტაჟი მქონდა სამონტყოფში უფრო ადრე 8-ზე სუჩეშურის ნახევარწეთს და 6-ზე ვიწყებდი დაცვაში. რამდენი საათი გეძინათ ხომ თუ გახსოვთ? ცოტა მეძინა იმ პერიოდში, იმიტომ რომ დილას ადრე უნდა ამდგარიყავ სამონტყოფში წასულიყავი 12-ზე რო ამთავრებდი, უნდა დამეხურა შენობა, სიგნალიზაცია ჩამერთო, ყველა კარგული ჩამეკეტა. პირველზე სახში მივდიოდი და 5 საათი მეძინა ხოლმე ხშირად. თუ ვიკენდის სამსახურიც მქონდა, შვილებსაც კი ვერ ვნახულობდი კარგად, ძალიან ძიმე პერიოდი იყო, მაგრამ ძალიან დამეხმარა, მე რა თქმა უნდა ჩემო მეუღლემაც სამსახური იშოვა, ფინანსურად ძალიან დაგვეხმარა მის შემოსავალმა. და ამიტომ ჩემი სამუშაო ცოტა შევამცირე და უფრო მეტად სწავლაზე გადაერთეთ. ეხლა ისტორიას რასაც მიყვებით, ხო, ერთი შეხედვით წარსულია და რამდენიმე წინადადებაში ეტევა, მაგრამ წარმოიდგინეთ რა რთული იყო, ხო, რაღაცა ეს 105 წუთიანი თუნდაც ეს მონოლოგი, ის ცხოვრების საკმაოდ დიდი ეტაპი იყო, რომელიც ძალიან რთული გზა გაქვთ გამოვლილი. აი, გაგიმართლათ, აი გამართლების გჯერა, რომ გჯერათ თქვენ გამართლების, რომ ცხოვრება გამართლება უნდა გაგიმართლოს. თუნდაც ის რომ რაღაცა გამონაკლისი დაუშვეს, რომ ის 4 თვეში შეგეძლოთ დაგემთავრებინათ ეს დაცვის კურსები, ხომ, რომელიც ის დაცვაში მუშაობა იმ პერიოდში სწავლის პარალელურად თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახური იყო. მე ვფიქრობ, ორი რამე საჭირო. პირველი ის რომ უნდა იყოს ძალიან შრომის მოყვარე და აქტიური, არ უნდა გერიდებოდეს თხოვნა, კითხვა, უნდა იყოს ძალიან აქტიური და შრომის მოყვარე. და რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში სწორ მომენტში სწორად გზა უნდა მოხდეს, ანუ გაგიმართლოს. ეს ორი კომბინაცია არის. ერთ-ერთი ამათგან თუ არა გაქვს, ძალიან გიჭირდება ცხოვრებაში, რაც გინდა ბევრი ხალხია, რომელიც ძალიან ჭკვიანი, ნიჭიერი, შრომის მოყვარე, მაგრამ არ უმართლებთ. კაი, გამართლებასთან დაკავშირებით ისევ ერთი შეკითხვა. მაშინ ჰოლანდიაში 90-იან წლებში როდის წახვედით, არალეგალად წახვედით, ალბათ ხო, მაშინ ძალიან რთული იქნებოდა ვიზის მიღებაც. აი, ვიზა როგორ მიიღეთ ევროპაში შესასვლელი და როგორ თქვათ ეს დაარღვიეთ ეს სავიზო პირობა, რომ ალბათ ტურისტული ვიზა იქნებოდა, ან როგორი პირობით წახვედით. ხო, რთული გზა არის. იმ პერიოდში არ იყო ასე რთული ევროპაში დარჩენა. ვაპრობთ 90-იან წლებზე. რა თქმა უნდა, მე არ ვიყავ პოლიტიკური დევნილი, თავში საფარს არ მივიღებდი. იყო კანონში ბევრი საშუალებები, რომ დარჩენილიყავი ლეგალურად. მე უბრალოდ გამიმართლა, რომ მალევე მომცეს სწავლის უფლება ძალიან დამეყარა. რაღაც პერიოდი არალეგალი იყავით? არა, მე ჯერ რა თქმა უნდა, რომ ჩავედი და რომ გავიდა ის ვადა რაც მქონდა, იმ პერიოდში დავიწყეს ყველაფერი საქმე, შევიტანა ყველა საბუთები და ანუ მომცა საშუალება რომ დარჩენილიყავი. არალეგალიდან ლეგალზე გადასვლა ძალიან რთულია. ბევრი გზები მოუსინჯე, მაგრამ ყველაზე კარგი და სწორი გზა იყო აი ამ განათლებით და არსებობდა მაშინ იმის საშუალება რომ განათლებით დარჩენილიყავი და 5 წელი თუ ვიყავი ჰოლანდიაში იყო იმის საშუალება რომ იყო მოკლა. ენა როგორ ისწავლეთ, იმიტომ რომ უყურეთ, მაინც კი აბსოლუტურად განსხვავებული ენა ხომ, შეიძლება იცოდე ინგლისური, გერმანული, მაგრამ ეს ჰოლანდიური ენა მაინც უფრო იშვიათი ენა და რამდენად ადვილად დაისწავლეთ ეს ენა. რთული ენა ჰოლანდიური,
ძალიან განსხვავდება იმ ორი ენიდან, რომელიც მე ვიცოდი. მესამე ენა ძალიან ცოტა, ქართულად ვაპარაკობ და რუსულად, ინგლისური ძალიან ცოტა ვიცოდი. რთული ენა იყო. პირველი რაც მითხრეს, როცა უნივერსიტეტში შევიდა საბუთები, რომ ჰოლანდიაში არ არისო ინგლისურენოვანი განათლება სამედიცინოზე, მხოლოდ ჰოლანდიური იყო. ეხლა ბევრი რაღაცა ვიცულა, მაგრამ იმ პერიოდში მასე იყო და გამიშვეს უმაღლესი ჰოლანდიურ კურსებზე, სპეციალური კურსები იყო, ისეთ უმაღლეს განათლება უნდა და ერთი წლიანი კურსები იყო, მე გამოცდები არის და მე იმ გამოცდების მიხედვით ჩაგერიცხავდნენ სამედიცინოზე. მოვახერხე და ფაქტიურად 7-8 თვეში ჩაუბარე ყველა გამოცდა. გახარებული, წარმატებული ჩაუბარეს ყველა გამოცდები დამსვეს მოვასწარი კიდე წლის დასაწყისში. პირველ ლექციის მერე რო გამოვედი, ვიფიქრე რომ ცუდად ამაქვს საქმე, იმიტომ რომ ლექციის ნახევარი ვერ გავიგე. ის ენა რაც მე ვისწავლე ამ კურსებზე და იმ თვეში ძალიან განსხვავდებოდა იმ უმაღლესი ენისგან, რომელსაც მე ლექციებზე ვისმენდი. მე კიდე მინიმუმ წელიწადი დამჭირდა იმისათვის, რომ სწორედ გამეგო ყველაფერი ლექციაზე და წიგნებსაც რო ვკითხულობდი, სწორედ შინაარსი გამომეტანა, ძალიან გამიჭირდა ის. მე ხავ ვცდილობ, რომ ის ბევრი ნიუანსები და ის სირთულეები მაინც არ გავართულდა არ მომყვა, მაგრამ ძალიან რთული იყო ეს ყველაფერი. რამდენ საათს მეცადინეობდი თუ გახსოვს დღის განმავლობაში, იმიტომ რომ აი უყურეთ, ეხლა რასაც მიყვებით მე ჩვენ ამაზე გვისაუბრე რაღაცეები ვიცოდი რაღაცეები არ ვიცოდი მაგრამ აი წარმოიდგინეთ ხომ ენის კურსები ჩააბარეთ მე მიხვედით უნივერსიტეტში და ხო ძალიან რთული არის მიუხედავად იმისა რომ ენის სალაპარაკო კურსის რაღაც გამოცდას იღებ ის ტექნიკური ენა მაინც აბსოლუტურად განსხვავებულია და უფრო რთულად გასაგები რამდენი საათი გჭირდებოდათ მე მინდა რომ ეს აი თქვენმა სტუდენტებმა თუნდაც ახალგაზრდა თაობამ სტუდენტებისა მოისმინოს იმ ის საათები მითხრათ, რამდენი საათი გიწევდა დღის განმავლობაში მეცადინეობა. საერთოდ თუ სტუდენტებს ვლაპარაკობთ, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია პიროვნებაზე, ვინ როგორ და რას ითვისებს. ძნელი ასე ვთქვა, რამდენი საათი იყო დღეები, როცა მთელი დღე ვიჩექდი, მეცადინეობდი, იყო დღეები, როცა მუშაობა მიწევდა და ბევრს ვერ ვახერხებდი. საშუალოდ გამიჭირდება, რომ გამოვითვალო, მაგრამ ის მინდა გითხრათ, რომ სამედიცინოზე იმდენად კარგად გაწვდნენ მასალას თუ არ დაიზარებდი ლექციებზე, პრაქტიკულებზე, რომელსაც ატარებდნენ და ლექციებზე მიხვალ მომზადებული ამ გადახედვა მასალას, არ უნდა მიხვიდეს საერთოდ მომზადებელი, რომ ლექციაზე ვისწავლო, არამედ გადახედვა მასალას. მიხვიდე ლექციაზე, მოისმინე ბოლომდე და სახში დაბრუნებულმაც გადახედო იმ მასალას, ეს საკმარისია, გაიათვილებს საქმეს. თუ მიხვალ ლექციაზე ისე რომ ფიქრობ რომ მოდი ლექციაზე ვისწავლი დაბრუნებულიც მე არ გადახედავ და დრო გავა, მე უფრო მეტი დრო გჭირდება, რომ წიგნები იკითხო, მეტ დროს დახარჯავ სწავლაზე. თუ კარგად მომზადებული მიხვალ ლექციაზე, ლექციიდან დაბრუნებული კიდევ ერთხელ გადახედავ, ძალიან მარტივად და კარგად ისწავლე, უფრო ნაკლებ დროს დახარჯავ. რა თქმა უნდა, უნივერსიტეტში სწავლის დროს ძალიან დიდი დრო მიდის განათლებაზე, საათებით უბრალოდ გამიჭირდება კიდე, მაგრამ ძალიან ბევრი დრო მიაქვს. ახლა თქვენი თავი ჰოლანდიაში ცხოვრობთ, მაინც რაღაც გარკვეულწილად ემიგრანტად მიგაჩნიათ. რა თქმა უნდა, ახლა ჰოლანდიაში ქუჩაში რო გაიაროთ და თქვენ რო ჩამოხვიდეთ ჰოლანდიაში და ქუჩაში გაიაროთ, მე რო დამინახოთ, მიხვდებით რომ მე ჰოლანდიელი არ ვარ. მიცნობთ თუ არ მიცნობთ, გარეგნობით მიხვდებით. რა თქმა უნდა, გავსხვავდებით გარეგნობით ჰოლანდიელებისგან. უბრალოდ თვითონ ჰოლანდიელები არიან ისეთი ხალხი, რომ მაქსიმალურად ცდილობენ კომფორტი შეგიქმნან და არ გაქმნებიან თავი ემიგრანტად. ამას მართლა ძალიან გულწრფელად აკეთებენ. თუმცა არის მომენტები, სადაც გრძნობ თავს, რომ მაინც განსხვავდები. ამას ჩემი აზრით ამას განსრახ არ გიკეთებენ, არავინ, არც ჰოლანდიელი და არც ის უცხოელი, ვინც ჰოლანდიაში ცხოვრობს ჩემნაირი, მაგრამ ზოგჯერ ვფიქრობ, რომ შეიძლება ეს მემეჩვენება. აი, მაგალითს მოგიყვან. მაგალითად, ხშირად დავფრინავ, ძალიან ბევრს დავდივარ, მოგზაურობ და რო ჩამოვდივარ აეროპორტში, სხიფხოლის აეროპორტი არის, დიდი ულამაზესი აეროპორტი. გადიხარ საპასპორტო კონტროლს, თხანან ოფიცერი უფრო მეც გეკითხებათ სტანდარტულად სხვა ჰოლანდიელებისგან. ხო, ხშირად ვფიქრობ, ხარ მეჩვენება, არ ვიცი,
მაგრამ ჩემთვის თუ დგას 1-4 ქერაცის ვირტუალური ჰოლანდიელი იმათ პასპორტ დახედავს და გაატარებს, ჩემ პასპორტს გამომართვებს, დაიდებს, მომესალმება თბილად ჰოლანდიურად, დამიბრუნებს ჩვეულებრივად, მაგრამ მე დროს დამითმობს. ის ამაში დატრენინგებულია, რომ განსხვავებები დაინახოს, უფრო მეტ ყურადღება მიაქციოს, ის ამას არ აკეთებს იმისთვის, რომ მე ან დამამციროს, ან რაღაც შემიძლია. მის სამსახურია. აი ესეთ მომენტებში გრძნობ ხოლმე, რომ აი უცხოელი ვარ. მაგრამ ძირითადად მეზობლობაში, მეგობრობაში, ბევრი ჰოლანდიელი მეგობარი მყავს, ძალიან კარგი მეზობლები მყავს. არანაირად არ გაგრძნობიდნენ თავსო შენ არ ხარ ჰოლანდიელი. ამას დამსახურებას უნდა თუ ჩადიხარ ჰოლანდიაში, ან ვინმე თუ ჩამოდის საქართველოში, უნდა პატივისცე იმ სახელმწიფოს, ისწავლო იმ სახელმწიფოს ენა, იმ სახელმწიფოს კულტურა, ტრადიციები და ამ ყველაფერს პატივისცე და დაინახავ როგორ სცემენ ისინი შენსას პატივს. თქვენ ხართ ძალიან მრავალმხრივ განვითარებული ადამიანი, ან თქვენი პროფესიის მიღმა ძალიან ბევრი სხვა საინტერესო ჰობები გაქვთ და ამ ჰობებთან დაკავშირებითაც მინდა რომ ოდნავ მოგვიანებით რაღაცეები ჩავშალოთ და ახლა მინდა რომ ისევ პათოლოგიის დარგს დავუბრუნდეთ. ამ ციფრული პათოლოგიის მიმართულების განვითარება საქართველოში გარკვეულწილად გიკავშირდება თქვენ და ეს მართლა ძალიან დიდი რამ არის. ხომ ეხა მაყურებელს ჩვენ მსმენელს რომ ავუხსნათ, ადრე ხდებოდა ხოლმე ამ ნიმუშების პარაფინიზაცია, ხომ? პარაფინის ბლოკებში იდებოდა, იქ ანათალი ან გაკეთდებოდა სწორად, ან არ გაკეთდებოდა სწორად და ახლა ყველაფერი ამის ციფრული ნაწილია და თქვენ შეიძლება ალექსი ბაიდოშვილი იჯდეს სადღაც ჰოლანდიაში, ლაპონის ლაბორატორიაში, თბილისში აღებული ამ ციფრულად ძალიან კარგად დამუშავებული ამ მორფოლოგიური მასალით, გადმოგიგზავნიან, შეხედა მონიტორზე და იქიდან თქვენი მახვილი თვალი დასვავს დიაგნოზს და თან შენახვის თვალსაზრისითაც და თქვათ ეს ბანკები თუ ბაზები როგორ ვიხმარო. ხო, ეს დაციფრულებული საარქივო მასალა დაციფრულებულადაც უფრო მნიშვნელოვნად, უფრო კარგად არქივდება და დიაგნოზების სიზუსტეც ციფრულმა პათოლოგიამ ძალიან მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. როდესაც აი საქართველოში ამ ციფრული პათოლოგიის ლაბორატორიის დაანერგვას და განვითარებას ცდილობდით, რამდენად გამოხვა ხალხი ამ ყველაფერში, როდესაც ამ ყველაფერს უხსნით, რომ ეს იქნებოდა შესაძლებელი, რაც დღეს უკვე მეგალაპს შესანიშნავად აქვს აწყობილი. საინტერესო არის დავიწყებ ნიდერლანდებიდან. აქაც ზუსტად ეს შემთხვევა, როცა ჩემი მონდომება და შრომა დაემთხვა იმ კარგ გარემოებებს, რომ მოხვდი ისეთ ლაბორატორიაში, რომელიც იყო ფინანსურად ძლიერი და ჰქონდა დიდი სურვილი ინოვაციების. ამიტომ ჩვენ ლაბორატორიაში გადავწყვიტეთ, რომ ციფრული პათოლოგია, რომელიც მაშინ ჩვენ ლაპარაკობთ 2009-2010 წელზე, ჯერ იყო სულ დასაწყისში და ბევრისთვის უცნობი, გადავწყვიტეთ, რომ ეს ტექნოლოგიები ჩვენთანაც მოგვესინჯა. ძალიან გამიმართლა ამით. და ამ პროექტის ხელმძღვანელიც გავხდი. ძალიან მალე 2015 წელიწადში ლაპონის ლაბორატორია გახდა მსოფლიოში პირველი, რომელიც გადავიდა სულ ციფრულ ტექნოლოგიებზე. ძალიან რთული პროცესი იყო, იქაც ძალიან დიდი რეზისტენტობა იყო, მათ შორის პათოლოგიების მხრიდან, ამ ახალ ტექნოლოგიების და ინოვაციების მხრიდან. იმიტომ რომ უნდა შეგეცვალა ის რუტინა, რაც მთელი შენი ცხოვრება აკეთებდი, ძალიან რთული იყო. მინდა გითხრა რომ ბევრი ტექნოლოგიებში პათოლოგიაში არ შეიცვალა ის რომ მიკროსკოპის მაგივრად ციფრული ფაილები იქნება და მინებზე არ ახარ მიჯაჭვული არის ციფრული ფაილს, რაც შეიძლება ყველგან გააგზავნო, ყველაფერი გააკეთო. საქართველოში არ იყო რთული ამის შემოტანა. სირთულე საქართველოში იყო ძირითადად ფინანსური, ეს იყო ძალიან ძვირი სიამოვნება და არ იყო ამის საშუალება, რომ ძალიან ძვირი არის სკანერი და ტექნოლოგიები შეეძინათ. თუმცა აშკარად ხედავდი დიდ სურვილს, რომ ამ ინოვაციის დანერგვა მომხდარიყო საქართველოში. ძალიან მიხარია, რომ მეგალაპმა ეს ნაბიჯი გადადგა და გააკეთა. მინდა ხაზი გავუსმა, რომ მეგალაპს თვითონ მასალას, რომელსაც ისინი ამზადებენ, ძალიან მაღალი ხარისხიანი მასალაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის მის სკანირებისთვის, იმიტომ რომ რაც უფრო მაღალი ხარისხიანი მასალა, მით უფრო კარგად სკანირდება და მით უფრო ადვილად გააგზავნი კონსულტაციაზე უცხოეთში. ამ კომბინაციამ მეგალაპში ძალიან დიდი საშუალება შექმნა, რომ ამ სახის კონსულტაციები შექმნილიყო.
ეხლა წარმოიდგინე რომ გვაქვს ციფრული ფაილები, ეს იგივე არის ფოტოები გაქვს ან ვიდეოები და შეგიძლია ამ ციფრულ ფაილებზე უკვე გამოიყენო ის რაც ჩვენ ყველა ვეძახით ხელოვნური ინტელექტი. ხელოვნური ინტელექტი ახლა ძალიან აქტუალურია, ყველა იყენებს, ყველა საკმობილურზე სხვადასხვა ეტები ფოტოებს ალამაზებენ, რასაღარ აკეთებენ. მათ შორის დიაგნოსტიკაშიც იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს, სულ უფრო და უფრო, ეს ძალიან ახალი არის. ახლა ვიყავი 3 დღის წინ კონფერენციაში ავსტრიაში ვენაში და კონფერენციის დიდი ნაწილი ციფრულ და კომპიუტერულ პათოლოგიაზე იყო. ხო, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამ ტექნოლოგიების განვითარება მომდევნო 10 წელიწადში მედიცინაში რადიკალურ რევოლუციურ მოვლენებს მოიტანს. დიაგნოსტიკის თვალსაზრისითაც, მკურნალობის თვალსაზრისითაც, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი ინტეგრირდება თვითონ ამ სამედიცინო ტექნოლოგიებში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. კი, აუცილებლად მოხდება ეს ცვლილებები. მე უფრო ფიქრობ, რომ მედიცინაში ეს უფრო ნელა წავა, რადგანაც ეს არ არის უბრალოდ ფოტო. დიაგნოზი წყვიტავს ადამიანის ბედს. ძალიან ფრთხილები ვართ. ძალიან ბევრი დაცვა გვაქვს. ყველა ახალ software-ს, რომელსაც ვიყენებთ დიაგნოსტიკაში, სჭირდება აკრედიტაცია ძალიან მაღალი, რომელიც ზოგჯერ 3-4-5 წელიწად გრძელდება. უნდა დაადასტურო, რომ ეს შეცდომას არ დაუშვებს. უსაფრთხო იქნება პაციენტი. ამის გამო პროცესი უფრო ხანგრძლივია მედიცინაში, ვიდრე მაგალითად იმ საყოფაცხოვრებლო სოფტებში, რომელსაც ვიყენებთ. აუცილებლად მოვა, ბევრ დადებიც მოიტანს. ამ მომენტში ყველა კვლევა, რომელიც ჩატარდა ამ კომპიუტერულ და ციფრულ პათოლოგიაში, ადასტურებს, რომ კომბინაცია პათოლოგანატომი და სოფტი ყველაზე კარგია. არ არის მიზანშეწონილი მარტო კომპიუტერულ პროგრამას ენდო და დაასრულებელო დიაგნოზი. თუ პათოლოგანატომი გამოიყენებს მას როგორც დამხმარეს და იხმარებს, ის დაზოგავს დროს, ენერგიას, თავიდან აიცილებს ბევრ შეცდომებს და უფრო კარგ ხარისხიან და ეფექტურ დიაგნოსტიკას გააკეთებს. ხო, აი ისევ დიაგნოსტიკაზე როდესაც საუბრობთ, მოდით მაყურებელს ძალიან განვუმარტოთ, თქვათ რა დანიშნულება აქვს პათოლოგ მორფოლოგს. აი თქვენ საუბრის დასაწყისში რემარკა გააკეთეთ ასეთი, რომ ჩვენ არა მარტო დიაგნოზს ვსვავთ, არამედ ძალიან გაზრდილია ხომ, ანუ ამ სფეროს მოცულობა და ექიმებს ურჩევთ თუ რომელი მედიკამენტი გამოიყენონ, თქვათ, რომელ მედიკამენტზე შეიძლება იყოს რეზისტენტული ესა თუ ის სიმსივნე ხომ, ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ფაქტობრივად ტარგეტული მიზანმიმართულ მკურნალობას ვთავაზობთ ჩვენ პაციენტებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია ის, რომ მაგალითად ქირურგი, როდესაც აკეთებს ოპერაციას და არის რაღაცა ტიპის წარმონაქმნი, აი უშუალოდ ძალიან სწრაფად მოხდება იმის ამოღება მუცლიდან, ხო თქვათ, როგორ ტიპით განახორციელოს ქირურგმა შემდგომ, რა ტექნიკა გამოიყენოს ოპერაციის მიმდინარეობისას, ჩაიხედავთ მიკროსკოპში და რაღაც რჩევას მისცემთ იგივე ქირურგს, რომ როგორ მოახდინოს, რა საზღვრებში მოახდინოს მოკვეთა ამ სიმსივნის. იმიტომ რომ ამაზე არის ძალიან დიდი რამ პაციენტის სისამომავლო სიცოცხლე სწორედ თქვენს დასმულ დიაგნოზზე და რეკომენდაციებზე და მოკიდებული და ამაზე მინდა რომ უფრო მეტად ვისაუბროთ. კი, სწორედ ისაუბრებ, მე უბრალოდ შევაჯამებ ჩვენი დარგი არის როგორც დიაგნოსტიკას მკურნალობის დახმარება და ასევე ხარისხის კონტროლის ბოლო, რასაც ილაპარაკე. ბევრ კოლეგას არ უყვარს ის, რომ ჩვენ მათი ხარისხის კონტროლი ვართ. კარგ ქირურგს, კარგ ონკოლოგს უხარია ის, რომ ჩვენ მათ ხმარებით ხარისხის გაუმჯობესებას ზუსტად აი ამ მეთოდიკით. რომ ჩვენ ვეუბნებით მის მკურნალობას რა შედეგი ქონდა სიმსივნეზე, მის ოპერაციამ როგორ ჩაიარა ამ მოკვეთა თუ არა სწორედ, ხო არ იყო ძალიან ახლოს სიმსივნესთან, ის ამით აუმჯობესებს თავის ტექნიკას. ну საბედნიეროდ ბევრი ყავს მათ შორის საქართველოშიც სპეციალისტები, რომლებიც ძალიან მადლიერები არიან იმ ხარისხის კონტროლზე, რასაც ჩვენ მათ უწევთ. ხშირად მოდიან, აი განსხვავება ძალიან ადვილად ნახავ. ბევრი კოლეგები მყავს, რომლებიც აქაც და ნიდერლანდებშიც, რომლებიც მოდიან და გვეკითხებიან, აბა მანახე, ეს სწორედ ამოვჭერი, აქ რატომ არ იყო მანძილი, საკმარისი, რა შემეშალა, ან რა გავაუმჯობესო მომავლისთვის. არის კოლეგები, რომლებსაც ამას მისწერდა რეაგირება არ მოდის მისგან. მარტივად ვამჩნევთ ჩვენ ვატყობთ, ვინ არის კარგი სპეციალისტი, ვინ უფრო ყურადღებით არის პაციენტს, ვინ არა. ძირითადად
იყენებენ ამ ჩვენ ინფორმაციას, თუნდაც არ დაგვეკონტაქტონ, მაინც კითხულობენ და იგებენ რომ ხო, აი აქ რაღაცა ჯობდა, ასე გამიკეთებია. მაყურებლისთვის უფრო გასაგები რო გახდეს, მოდით ავუხსნათ, ხო? მაგალითად პირობითად აი ეს ცოტა ესეთი მარტივ ენაზე ავხსნით, ხო? ქირურგი აკეთებს რაღაც ოპერაციას და ამოკვეთა რაღაც სიმსივნე, ხო? პათოლოგს შეუძლია შეაფასოს რამდენად ხარისხიანად ჩატარდა ესა თუ ის ოპერაცია, რამდენად რადიკალურად მოხდა სიმსივნის ამოკვეთა, ხო? იმიტომ რომ იქ როდესაც მიკროსკოპში ჩაიხედავს, ნახავს ქსოვილებს, აი სრულად მოხდა ამ სიმსივნური უჯრედის ამოღება თუ არ მოხდა, თუ დარჩა კიდევ, აი ეს დემარკაციის ხაზებს ძალიან სწორად ხედავს პათოლოგი, იმიტომ რომ აი სწორედ ქირურგის მუშაობის ხარისხის შეფასება ნამდვილად პათოლოგზია და ასევე პათოლოგის დასკვნაზეა დამოკიდებული მისი გამოჯანმრთელების კოეფიციენტი, იმიტომ რომ აი ეს რომ კარგად გაიგოს ჩვენმა მაყურებელმა, ხო აი ჩახედულ მიკროსკოპში ამოღებული მასალაზე შეფასება შეიძლება მოხდეს რამდენად რადიკალურად და სწორად ჩატარდა ეს ოპერაცია და დარჩა თუ არა რაღაც სიმსივნური უჯრედი თუნდაც ორგანიზმში და არ მოხდა მისი მოცილება, ხომ ესეა? კი, უბრალოდ ჩვენი მიზანი, ჩვენ დანიშნულება ის არ არის ჩვენ ეს ხარისხის კონტროლება წარმოვოთ, ეს ბუნებრივად ხდება ჩვენ დასკვნებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის კი არა რომ შევუმოწმოთ როგორი ხარისხი ეწოდება, ჩვენ დავეხმაროთ ხარისხის გაუმჯობესებაში. ჩვენ არაერთ კონტროლს არ ვეწევით, ეს ჩვენ ფუნქციაში არ არის და არც ვაპირებთ. უბრალოდ როცა ნახულობთ რომ რაღაც არის პრობლემური, ჩვენ ხშირად მათ ვესაუბრებით კიდეც და ვეუბნებით რომ აი ასე ხوارჯობია რომ გააკეთო, ერთად ვარჩევთ ამ შემთხვევებს და ვეხმარებით რომ ხარისხი გაუმჯობესოს. ეს ოდითგანვე დიდი როლი და ფუნქცია იყო პათოლოგანატომის მედიცინაში ხარისხის გაუმჯობესება, გარდა დიაგნოსტიკაში და მკურნალობაში მონაწილეობისა. ჩვენ საქართველოში ყავდა ძალიან ესეთი ლეგენდარული ქალბატონი პათოლოგანატომი თამარ დეკანოსიც. გასწავლიდათ? არა, მე პირადად კი, მქონდა მაგის სიამოვნება რომ გამეცნო, თვითონ თავის კათედრაზე, რამოდენიმეჯერ ვიყავი რესპუბლიკის ეზოში იყო, ხო? დიახ. ოჯახშიც ყოფილი ვარ მასთან, ერთხელ სტუმრად, თავისივე მოპატიჟებით ჩემს ჰოლანდიელ კოლეგებთან ერთად, ასე რომ ვიცნობდი კი პირადად, მქონდა მაგის სიამოვნება რომ გამეცნო. ასევე აუცილებლად მინდა გკითხოთ სანდრა ელისაბედ რულოვსეც, რომელთან ერთადაც თქვენ ბევრ პროექტში ხშირად ერთად გხედავდით ხოლმე, მას რა როლი ჰქონდა თქვენს პროფესიულ საქმიანობაში, რა პროექტებს მართავთ ერთად და როგორ დამეგობრდით, როგორ გაიცანით? ქალბატონ სანდრასთან ძალიან საინტერესო დამეგობრდით. მე როცა ვსწავლობდი სამედიცინოზე, მუშაობდი ჰოლანდიაში, თვლიდი რომ რაღაც უნდა გამიკეთებინა საზოგადოებისთვის, ასე არიან ჰოლანდიელებიც, მე თვლიდი რომ რაღაც უნდა უფასოდ მე მუშაობა და რაღაც გამეკეთებია და ეს იყო წითელი ჯვარი, სადაც მე მუშაობდი და ვცდილობდი რომ რაღაც წვლილი შემეტანა საზოგადოებაში რაღაც შრომა გამეწია. ჩემი ინიციატივით ჩვენმა წითელ ჯვარმა წამოიწყო რაღაც პროექტი საქართველოს დასახმარებლად, მაშინ ძალიან რთული პერიოდი იყო საქართველოში და მოკლედ რომ მოვყვე, საქართველოში აღმოჩნდა საკონტაქტო პირი ქალბატონი სანდრა. მაშინ ქალბატონი სანდრა წითელი ჯვრის მუშაობდა საქართველოში. ჩამოვიდა ჩვენს წითელი ჯვრის განყოფილებაში ჩვენ ქალაქში. მოვიდა მოყვა საქართველოზე. სიმართლე გითხრათ რომ მოდიოდა ძალიან ნერვიულობდი, იმიტომ რომ ვფიქრობდი რომ ჩამოვა და იტყვის რომ ეს ჰოლანდიელები ძალიან პრაქტიკული ხალხი არიან. მე თუ კახელი ვარ წარმოშობით ძალიან გვანან კახელის პირდაპირები არიან, სიმართლე სიტყვია ხშირად. ვიფიქრე რომ ჩამოვეხავ და დაილაპარაკე იტყვის რომ საქართველოში დახმარება ძალიან რთულია, ბევრი კორუფცია, შეიძლება გაგზავნო დახმარება დაიკარგოსაც ხდებოდა ხოლმე იმ პერიოდში საქართველოში სამწუხაროდ. არა, სულიად საპირისპირო მოხდა, ჩამოვიდა ისეთი კარგი რაღაცები მოყვა საქართველოში, ისე დაენთუზიაზმა და დარაზმა იქაური ხალხი, რომ ძალიან დამეხმარა ამ პროექტის განხორციელებაში და მე იყო ჩემი საკონტაქტო პირი საქართველოში და ასე აიწყო ჩვენი ურთიერთობა, ძალიან დავმეგობრდით და შემდგომ განვითარდა ის ბევრი ცვლილებები ქალბატონის სანდრის ოჯახში და მისი დაოჯახება და ასე შემდეგ საქართველოში ცვლილებები. მანამდე იცნობდით, სანამ მიშას გაყვებოდა ცოლად? დიახ, მანამდე ვიცნობდი და მანამდე დამეგობრდით.
და შემდგომ იმ ყველა სამედიცინო პროექტებს, რომელსაც მე საქართველოში ვახორციელებ, ძალიან ბევრი პროექტი მაქვს საქართველოში განხორციელებული ჩემ ჰოლანდიელ კოლეგებთან ერთად. ფაქტურად ყველას მხარს უჭერდა და გვეხმარებოდა ხალბატონი სანდრა. ფიქრობ, რომ მისი როლი ძალიან დიდია. ეხლა გაქვთ ურთიერთობა? კი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ისევ მეგობრობთ. ძალიან კარგი. მოდით ისევ დარგს რომ დაუბრუნდეთ. ბევრი ქართველი გწერთ ხოლმე, აი მაგალითად მე რო გამომაკლოთ, იმიტომ მეც ხშირად მიწევს თქვენი შეწუხება ხოლმე ესე ონლაინ. ბევრი ქართველი გწერთ რაღაც დიაგნოზის გადასაზუსტებლად, თქვათ რაღაც, იმიტომ რომ უყურეთ რაღაცა ტიპის დიაგნოზს რო იღებს ადამიანი, მიმღებლობა იმ დიაგნოზის პირველად არ აქვს, დაავადება რომ მიიღო, ამას რაღაც ეტაპები უნდა გაიგო და მაინც გაქვს რაღაც მოდის თავში და გეუბნები რომ ხომ შეიძლება ესე არ იყოს. ბევრი ადამიანი გთხოვს ხოლმე საქართველოსდან რომ აი გადამიმოწმე ეს დიაგნოზი ესეა თუ არ არის და ამაზე რომ მომიყვე რამდენად ემთხვევა ან არ ემთხვევა. დიახ, საიდუმლო არა და ყველა მიცის ძალიან ბევრი ქართველი ცდილობს რომ უცხოეთში მოიპოვოს მეორადი აზრი. ამას ბევრი საფუძვლები აქვს რატომაც ხდება ეს. რა თქმა უნდა მეც მომართავენ და ჩემ ბევრ კოლეგას, ეს გიმფა ასოციაცია რომელიც ვახსენე. ეს ერთ-ერთი ჩვენი მიზანი იყო ჩვენი გაერთიანების ამ ასოციაციაში, იმიტომ რომ მოგმართავდნენ და გვინდოდა რომ ისეთი პასუხი გაგვიცნო რომ არ ყოფილიყო მარტო რომ აი დიაგნოზი ეს არის და უფრო ვრცლად და უფრო მეტად დავხმარებოდით ამ ჩვენ ქართველ პაციენტებს. ამ რა თქმა უნდა ვაკეთებთ ჩვენ ამ მეორად აზრის მიცემას, უბრალოდ გვინდოდა რომ ამის მიგვეცა ოფიციალური სახე. ეს იყო სპონტანური ალექსის აზრი რაღაც დასკვნაზე. ამიტომ ჩვენ შემდგომ ჩამოვაყალიბეთ რაღაც სერვისი, რომელსაც ჩვენ ვემსახურებოდი და ვუწევდით დახმარებას ამ პაციენტებს. ეხლა ეს ბრწყინვალედ არის აწყობილი და მუშაობს მეგალაბში, თუ ვინმე სჭირდება მეორადი აზრი პათოლოგიურ ანატომიის პათოლოგიურ დიაგნოზზე, შეუძლია მეგალაბში მოიტანოს მასალა და ნიდერლანდებში გაიგზავნება. დამერწმუნეთ რომ ფაქტობრივად თვითღირებულების ფასში კეთდება. ზუსტად ისევე როგორც მაგალითად ლაბორატორია ლაპონში, ზუსტად ისევე ჩადის მასალა ბლოკები იჭრება, კეთდება მინები, ნახულობა სპეციალისტები. რატომ ხდება? რა არის საბაბი, რატო აგზავნიან ხალხი? მე ვიტყვი წმინდა ჩემს სუბიექტურ მოსაზრებას. პირველი უფრო ობიექტური მოსაზრება ალბათ, იმის გამო რომ ჩვენ პატარა სახელმწიფო ვართ, არსებობს ბევრი დაავადება, რომელიც არის ძალიან ცოტა რაოდენობრივად, ამის გამო ძალიან გვიჭირს ამ დარგში სუბსპეციალისტები. მათ შორის მაგალითად ბავშვთა დაავადებები, ბავშვთა სიმსივნეები ძალიან ცოტა არის და ამას სპეციალური განათლება და სპეციალური ტრენინგი სჭირდება. მაგალითად თვითონ ჰოლანდიაშიც სულ 2 ცენტრია, სადაც ბავშვთა სიმსივნეებს ნახულობ, მე არ ნახულობ. მეხუთე პათოლოგია ანატომი ვარ, უნდა იყოს ძალიან მაგრა სპეციალიზირებული. მე მაგალითად ჰემატოლოგიურ პათოლოგიას აღარ ვაკეთებ, იმიტომ რომ გჭირდება ყავს სპეციალისტები, რომლებიც ამას აკეთებენ. ძალიან განვითარდა მედიცინა, დიაგნოზებიც განვითარდა და სუბსპეციალისტებად მუშაობენ. საქართველოს პატარაა და ამის ფუფუნება არ აქვს, რომ ბევრი მასალა იყოს, საბედნიეროთაც, რომ ბევრი სიმსივნეები შეიძლება არ არის. ამიტომ გჭირდება რომ ვიპოვოთ სადღაც ის სპეციალისტი, რომელიც ამაში დატრენინგებულია. სხვათა შორის ჰოლანდია აგზავნის ზოგიერთ მასალას სხვა სახელმწიფოში, ევროპის, გერმანია, საფრანგეთი, ისინი აგზავნიან ჰოლანდიაში, სადაც ამ დარგის სუბსპეციალისტია და ეს ლოგიკურია, რომ საქართველოსდან რთული დიაგნოზები, რომელიც სუბსპეციალისტი უნდა წავას სადმე, მათ შორის ნიდერლანდებში სუბსპეციალისტის მოსაზრებისთვის. ეს არის ძალიან ნორმალური მოვლენა. ამის გარდა მე ვთვლი რომ ერთ-ერთი გამოწვევა საქართველოში ისის მოგვარება ჩვენ შეგვიძლია არის ეს ჩემი სუბიექტური აზრი არის კომუნიკაცია პაციენტთან. მე მგონია რომ ბევრი პაციენტი რომელიც ჩვენ მოგმართავს კონსულტაციისთვის და მეორად აზრისთვის არის უკმაყოფილო რადგანაც მას კარგად არ აუხსნეს. მესმის იმიტომ რომ ეს ბიოეთიკის ნაწილია. არ ვიცი, მე ვერ ვიმჯერებ ამაზე, მე მას გეტყვით რომ ჰოლანდიაში როცა ვსწავლობდი სამედიცინო უნივერსიტეტში, ორი საგანი მქონდა სამედიცინო ეთიკა და სამედიცინო კომუნიკაცია, რომელსაც ძალიან დიდი ყურადღება ეთმებოდა. მსახიობები მოყავდათ და გავარჯიშებდნენ პაციენტს როგორ უნდა ველაპარაკოთ, სად უნდა გავჩუმდეთ, სად უნდა ღია კითხვა დაუსვათ, სად უნდა დახურული კითხვა, ძალიან დიდი ტრენინგი და სწავლება გავიარეთ ამაში, თუ როგორ უნდა ველაპარაკოთ პაციენტს. როგორც კი პაციენტს აგნობინებ თავს რომ ის შენთვის მნიშვნელოვანია, რომ არ აქვს მნიშვნელობა ჰოლანდიის მეფე გიზის წინ თუ შენი მეზობელი ან ვიღაც უბრალო
სხვა ექიმი ან სხვა პროფესიის ადამიანი ერთ და იგივე მომსახურებას უწევდა, ერთ და იგივე ყურადღებას უთმობ, ის სხვაგან არ წავა. ის გრძნობს თავს მნიშვნელოვნად, შემას სერიოზულად იღებ. საქართველოში ხშირად მაქვს ამის შეგრძნება, როცა მე იშვიათად ავიღე პაციენტს და ველაპარაკო საქართველოში, მაგრამ არის ხოლმე შემთხვევები, როცა პაციენტი რაღაც უკმაყოფილება და მე თან შესაუბრები, აი ჩემი დასკვნა ხომ ყოველთვის პაციენტს არ მიეწოდა საკმარის ინფორმაცია, ექიმს რომ მეტი ყურადღება გამოეჩინა, კარგად აეხსნა, ეგზნობინები რომ მნიშვნელოვანი ემპათია გამოეხატა უფრო მეტი, ხო? მე მგონია რომ ნაკლებად იქნებოდა ეჭვები და ეს უკმაყოფილებები დიაგნოზის ან მკურნალობის. სავარაუდოდ ამას მეტი ყურადღება რომ დაეთმო საქართველოში ძალიან კარგი იქნება სამომავლოდ. კეთილი, ხო, ეს საკმაოდ ესეთი რთული თემაა, რაზეც ხო ამ ერთი პოდკასტის ფორმატში ვერ ვისაუბრებ და ნამდვილად მეც მიმაჩნია, რომ კომუნიკაცია ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მეტად ემოციებზე დამყარებული, ძალიან ინტიმური და ამ კომუნიკაციის პრობლემები, ხო, ქართულ მედიცინას აქვს. კარგით, გიმფაზე რომ გადავიდეთ, როგორ დაიწყეთ როგორ შექმნით ეს ორგანიზაცია და თავიდან რამდენი ექიმით დაიწყეთ და ეხლა რამდენი ექიმიაში ამ ორგანიზაციის წევრი. და მისი კონფერენციები საქართველოში სამედიცინო საზოგადოებისთვის ზეიმია, იმიტომ რომ ეს კონფერენცია წელიწადში ერთხელ იმართება და მართლა მსოფლიო დონის ვარსკვლავები ჩამოდიან აქ და ძალიან მნიშვნელოვანი სამედიცინო და სამეცნიერო თემები იშლება ამ კონფერენციაზე და რომ არა თქვენ ეს კონფერენციაც არ იქნებოდა და მადლობა მინდა მე გადაგიხადოთ ამისთვის როგორც ერთმა რიგითმა ექიმმა. ხო, როგორ დავიწყეთ გიმფა? გიმფა დაიწყო ძალიან საინტერესოდ ჩვენმა ამერიკელ კოლეგებმა შექმნეს ასოციაცია გამფა. გამფა, ხო. ამ გამფას ჩვენც ვერთობთ ევროპიდან, ვცდილობთ რომ ერთად გვემუშავა. შემდგომ გაჩნდა იდეა რომ და იგივე პრინციპის ასოციაცია გავუკეთებინა ევროპაში. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ექიმები ვიყავით ევროპაში. და ასეც გავაკეთეთ ნიდერლანდებში დავარეგისტრირეთ გიმფა, Georgian International Medical, ხო, მეტყვი გამფა იყო Georgian American და ჩვენ Georgian International შევქმნით ეს ასოციაცია და ძალიან გაამართლა. გაამართლა, იმიტომ რომ თითოეული ასოციაციის წევრი არის ძალიან აქტიური. ძალიან ბევრს აკეთებენ ის კონფერენცია გიმფა, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვატარებთ, ის არ არის მარტო ჩემი გაკეთებული კონფერენცია, მე ვარ ერთ-ერთი, ვინც ამ კონფერენციაში მონაწილეობს. ძალიან ბევრს აკეთებენ ჩემი კოლეგები საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ყველა სახელმწიფოდან თითოეული სესიას ხელმძღვანელობენ, ორგანიზებას უკეთებენ, მე მარტო ამას ვერ გავწუდებოდი და ვერც გავაკეთებდი, არც იქნებოდა ისეთი კარგი, ჩვენ ამას ვაკეთებთ ერთად, გუნდურად. ჩვენ გარდა იმისა, რომ ვიკრიბებით საქართველოში ამ კონფერენციას ვატარებთ, ხო ბოლო წლევანდელ კონფერენციაში 700 კოლეგასე იყო გათვლილი და იყო მოვიდნენ კიდეც საბედნიეროდ ყველა ჩვენ ამის გარდა ვატარებთ ევროპაშიც კონფერენციას. ახლა 1 ნოემბერს გვექნება მადრიდში შეკრება. ვცდილობთ ყოველ წელს სხვა სახელმწიფოში შევიკრიბოთ. ძირითადად ჩამოდიან ევროპაში მომუშავე ჩვენი კოლეგები. ეს იმდენად არ არის სამეცნიერო განმანათლებელი კონფერენცია, ეს უფრო არის პრაქტიკული კონფერენცია, სადაც ჩვენ განვიხილავთ პროექტებს, რომელსაც ჩვენ საქართველოში ვახორციელებთ, პროექტის გეგმებს. ჩამოდიან ჩვენი კოლეგები საქართველოდან, ბევრი სამავთყოფოს დირექტორები, რომელთან ჩვენ ურთიერთობთ, მათ შორის მაგალითად ვიანის ქსელის სამავთყოფოები, რომლებიც დირექტორები ძალიან აქტიურად პარტნიორობენ გიმფას ასოციაციასთან, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ დასაყრდენიც გვაქვს ამ სახით საქართველოში და ძალიან ბევრი პროექტი გავაკეთეთ. აი შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ რაღაც დიდი წვლილი შეიტანა ამ ასოციაციამ საქართველოში მედიცინის განვითარებაში. ჩვენ ვცდილობთ რომ ამას დავეხმაროთ, გვერდში დაუდგეთ და კოლეგები დაბრუნდნენ კიდე ზოგიერთი, რომლებიც საქართველოში ახლაც მუშაობენ, ზოგიერთმა ძალიან დიდი პროექტები განახორციელა, ისეთი პროექტები, რომლებიც შემიძლია თქვა, რომ ბევრ ადამიანს სიცოცხლე გადაურჩინა. დაწყებული სტროგის პროექტი, რომელიც ბატონო ზაზამ განახორციელა. ინსულტის მართვის პროექტი. რამდენი სიცოცხლე გადარჩენილი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მოგრძალებული ვართ ბევრი გიმფაში და არ ვლაპარაკობთ ასე ღიად, რომ ჩვენ აი ესეთი პროექტები განვახორციელეთ. ამ პროექტებს ჰქონდა ძალიან
კარგი და პოზიტიური შედეგი საქართველოს. კონკრეტულ ადამიანებზე, რომელთა სიცოცხლეების ნამდვილად გადარჩა, ხო? რა თქმა უნდა. არ შემეძლია არ კითხოთ სტუდენტებზე, იმიტომ რომ სტუდენტების განათლებაში ძალიან აქტიურად ხარ ჩართული. ჩვენ ბოლოს რო ვისაუბრეთ, მაშინ აპირებდით, რომ სტუდენტური კონფერენციის მოწყობას და სტუდენტების პირველი სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნებას გეგმავდით. არ ვიცი რამდენად შედგა და გამოვიდა ეს პროექტი და ამაზეც რომ მითხრათ და დაახლოებით რა რაოდენობის სტუდენტი მიყავთ ხოლმე გაცვლით პროგრამებზე საზღვარგარეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განათლებაში ჩადებული ინვესტიცია არის ყველაზე დიდი ინვესტიცია ეს არა მარტო მედიცინას ეხება, არამედ ნებისმიერ სხვა სფეროს. კი, გეთახმებით. განათლება, მე თუ მგითხავთ, არის ნომერი პირველი, რაც საქართველოში გვჭირდება და რასაც უნდა ხელი შეუწყო. მედიცინა, ეკონომიკა, ყველაფერი ძალიან გვჭირდება, მაგრამ განათლება მეთვლი ნომერი 1 არის. ამიტომ ჩემ მოვალეობათაც ვთვლი, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყო საქართველოში ქართველი სტუდენტების და რეზიდენტების განათლებას. ამას აკეთებს ყველა გიმფელი, ბევრი უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმი, ამით არის დაკავებული. მე მარტო არ ვარ ერთადერთი, ვისაც მიყავს, ძალიან ბევრს მიყავს სტუდენტები და რეზიდენტები და მოკლე ან გრძელვადიან კურსებს ატარებს. ვერ დავითვლი, ამიტომ იმდენია, დიდი ჯგუფია. მეც ძალიან ბევრს შეუწყე ხელი განათლების მიღებაში. მე ვთვლი, რომ ამით მათ კი არ შეუწყე ხელი, ჩემთან შეუწყე ხელი, იმიტომ რომ განათლებული ექიმი საბოლოოდ მოვა იმის დრო, რომ მეც დამჭირდება და მეც კარგად გამომადგება ჩვენ ამით. ყველა პრაგმატულია. რა თქმა უნდა, დედა მყავს და ნათესავი მყავს ბევრი საქართველოში და მინდა რომ მათ კონდეთ კარგი მომსახურება სამედიცინო. ძალიან ბევრი კარგი სტუდენტი გვყავს. მე ახლა ვარ მეგალაფში რეზიდენტურის ხელმძღვანელი. ამ მომენტში 9 რეზიდენტი გვყავს და ალბათ ამ კვირაში კიდე 3-ს დავამატებთ 12 რეზიდენტი გვყოლება და წელს უკვე პირველად ვიწყებ რეზიდენტების პერიოდულად წამოყვანას ნიდერლანდებში. ამას რატომ ვაკეთებ? განა იმიტომ რომ მეგალაფში ვერ მიიღებ განათლებას ძალიან მაგარი და ძალიან კარგი რეზიდენტურა გვაქვს. აი ყველანაირი საშუალება აქვს მეგალაფში რომ ისწავლონ ყველაფერი. აი ნებისმიერი საუკეთესო ევროპის ლაბორატორია რო აიღოთ, მეგალაბი არ ჩამორჩება არც აპარატურით, არც ტესტებით, არც ცოდნით პათოლოგანატომიაში. ძალიან კარგი ლაბორატორია განათლების მისაღებად, მაგრამ რეზიდენტებს სჭირდებათ სხვა ლაბორატორიის ნახვაც. თუნდაც კულტურული განსხვავებების ნახვაც ხო ესე ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად მე რო ვიყავი რეზიდენტი პათოლოგიის აკადემიის ამსტერდამის აკადემიის სამართლობაში ვიყავი რეზიდენტი. ერთი წლით გამიშვეს ჰარლემის პერიფერულ სამართლობაში. ყველა რეზიდენტი უნდა გაუშვან, იმიტომ რომ ნახონ სხვა ლაბორატორია, მათ შორის კარგი არ ნახონ პერიფერიული, იმიტომ რომ იქ მაინც სხვა სპეციფიკა არის, როგორ მუშაობს და რას აკეთებს. ამიტომ ყველა რეზიდენტს გეგმავ რომ შეძლებს და გვარად, რა თქმა უნდა, წავიყვანო ნიდერლანდებში, ვანახო იქ როგორ მუშაობენ, იქაური დიაგნოსტიკა, მათ ნახონ, დაინახონ, ისწავლონ და რომ ჩამოვლენ ეცადონ რომ ეს ყველაფერი დანერგონ საქართველოშიც ის რაც იქ სიახლე არის. ასევე სტუდენტებს ვცდილობთ რომ ძალიან გვერდში დაუდგეთ. გინფაც ასოციაცია ჩვენ გვყავს სტუდენტური ჯგუფი, აი საოცარი კარგი გოგოები ბიჭები, განათლებულები, ზრდილობიანები, სწავლას მოწყურებულები, აი კარგი ქართველები ვის მათი იმედი მაქვს. აი მე ახლა საქართველოს გარეთ ცხოვრობ და ბევრ პროცესებს საქართველოში უყურებ და ბევრ რაღაცას გული შემტკივა და ვცდილობ რაღაც პოზიტიური წვლილი მე შევიტანო ყველაფერში და ეს არის ის ერთ-ერთი რაც შემიძლია გავაკეთო რომ ახალ თაობას განსაკუთრებით იმათ ვისაც ბევრი კარგის გაკეთება შეუძლია სამშობლოში ხელი შეუწყო იმ განათლების და გამოცდილების მიღებაზე რაც მათ გამოადგებათ საქართველოში. კიდაც გულწრფელად გითხრათ, ცოტა არ იყოს ხა ძალიან მომინდა რომ რეზიდენტი ვიყო და შემშურდა იმ ადამიანების, იმ რეზიდენტების, რომლებსაც უშუალოდ თქვენ ხელმძღვანელობას გაუწევთ სარეზიდენტო საქმიანობაში და აქვე აუცილებლად მინდა გითხრათ ერთი რამ, აი სტუდენტებზე როდესაც ჩამოვარდა ლაპარაკი, ძალიან ბევრ კარგ სტუდენტს აქვს თქვენი პირადი რეკომენდაცია უნივერსიტეტის რექტორატთან, რომ ისინი დაფინანსებული ყოფილიყვნენ და წამოსულიყვნენ მაგალითად სხვადასხვა კონფერენციებზე და ამ სტუდენტებსაც საქართველოში ძალიან ბევრ ადამიანს ძალიან ეიმედებით. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს ასეთ დიდ მხარდაჭერას უწევთ თქვენ. კარგით, მე გითხარით, რომ თქვენ მრავალხრივ განვითარებული ადამიანი ბრძანდებით და მე ჰოლანდიაში თქვენთან ნამყოფი ვარ სახლშიც და თქვენს ლაბორატორიაში. ერთი ასეთი შეკითხვა მინდა დაგესვათ. თქვენ სახლში რომ შემოდის ადამიანი, ნახულობს ძალიან ბევრ ჩონჩხს, თავის ქალას, კილეთს და ასე შემდეგ. აი როგორ გაგიჩნდათ ამდენი ჩონჩხის შეგროვების ინსპირაცია?
ძალიან ხელს უწყობთ იმ კლიშესაც პათოლოგანატომებს აქვთ, ბევრი ფიქრობენ, რომ პათოლოგანატომები არიან ხალხი, რომლებიც გვამს კვეთავენ. პრაქტიკაში ეს მასე არ არის, პათოლოგანატომები არიან ხალხი, რომლებიც დიაგნოზს ვავენ და ზოგი პათოლოგანატომი საერთოდ გვამს არ კვეთავს. მათ შორის საქართველოშიც, მაგრამ ეს სახელი მაინც გვაქვს, რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს შეხება ამ დარგთან და იცით რომ ბევრს ეშინია ამ გვამების, ამ სხეულების პრინციპში კუტარის სხეული იგივე არა ცოცხალი სხეული, უბრალოდ სული აღარ არის შიგნით და ასე შემდეგ. მე ამ შიში არასოც არ მქონია ბავშვობიდან. ალბათ დამეხმარა კიდეც ჩემ პროფესიაში და ეს არის ნაწილი ჩემი სამუშაოსი. ეს არის როგორ გითხრათ, ადამიანის ნაწილი, ეს არის ჩვენი სხეულის ნაწილი. არაფერი იმაში საშიში ცუდი არასასიამოვნო არ არის. პირიქით არის ძალიან საინტერესო. საინტერესო არის ის, რომ შეხედოთ თავის ქალას და ჩონჩხს ნებისმიერს, თქვენ და ჩემს ვერავინ განასხვავებს. ეხლა რომ შემოგვხედონ, ყველა იტყვის, რომ მე ვინ ვარ და თქვენ ვინ ახლა. ჩონჩხი ყველა ერთნაირი ვართ, ვისიც გინდა არა იყოთ. ის არის ადამიანი. ჩონჩხი და ის სული და ის ჩვენი ადამიანობა, რაც ჩვენ გაგვაჩნიეს ერთ სიტყვით რომ ვთქვათ, ცხოვრებაში და რომ მოგხვდებით ყველანი გავხდებით ის ჩონჩხები ყველანი ვართ ერთნაირები. ხო, ეხა მაყურებელს მოდით გავუადვილოთ, ვინც თქვენთვის მაგალითად საჩუქრის შუქებას აპირებს, ყველაზე კარგი საჩუქარი იქნება თუ რაღაც უცხო ფორმის, რაღაც ჩონჩხის, რაღაც აქსესუარს გაჩუქებთ, იმიტომ რომ თქვენ სახლში ძალიან მრავლად არის ასეთი ჩონჩხები. სამშვილებსაც ჩამოვაქვთ ხოლმე, სადმე მიდიან სამოგზაუროდ, ხშირად ჩამოვაქვთ ხოლმე ან ჩონჩხი ან თავის ქალა, რა თქმა უნდა ლაპარაკია. ნამდვილად არ ვიფიქროს ვინმე რომ რამე ნამდვილად თავის ქალები და ჩონჩხები მიდებს სახლში ეს ყველაფერი ხელოვნურები. ჩონჩხზე როდესაც საუბრობდით, რამდენჯერმე სული ახსენეთ თქვენ და რომ ხო, რომ ყვდებით ყველას თავის ქალა ერთმანეთს გავს, ნუ ცოტა შეგედავებოდით ზოგის მე პატარ-პატარა განსხვავებები შეიძლება იყოს, მაგრამ ვიზუალურად გავს. სულის არსებობის გჯერა. ამ კითხვაზე ვეცდები ის კი პასუხოთ მე ტრადიციული ქართველი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ინოვაციებს და ასე შემოვაკეთებ, მე მაინც ტრადიციული ქართველი ვარ, ვარ ქართველი მართლმადიდებელი. ასეც ვეცადა ჩემი შვილებს გამესარდა და დიახ, მჯერა რომ ეს ყველაფერი არის. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერება მას ყოველთვის ასე ადვილად ვერ ამტკიცებს და ვერ გასტურებს, ყოველთვის არჩევანი არის, ადამიანი ირჩევს, რისი ჯერა, რისი არა ჯერა. თქვენ დიდი მეცნიერი ხართ, აი მეცნიერება ყოველთვის ვერ ამტკიცებთ და თქვენი რაღაცა პატარა მარტო ტრადიციას რო თავადანებოთ, პატარა რაღაცა მტკიცებულება გააქვთ ამისა? აი რაღაცა რომ მითხრათ, თუნდაც ორი რამის გამო არ მინდა ამ საკითხს ლაპარაკი, ერთი არა ვარ კომპეტენტური ამ საკითხში, მე მაქვს ჩემი შეგრძნებები და ჩემი სუბიექტური აზრი ამასთან დაკავშირებით. მეორე კიდე გამოდიარ ჩემ პროფესიიდან ხალხმა არ იფიქრო რომ მე რასაც ლაპარაკობ ეს ასე არის და პათოლოგანატომმა უნდა იცოდესო. არა, რა თქმა უნდა, მე როგორც ყველა ადამიანი ამ საკითხზე ვფიქრობ, ვორჭოფობ და ვაკეთებ არჩევანს. რომ გითხრათ რომ მე რამე თქვენი არჩევანი არის სულის სასარგებლოდ. რა თქმა უნდა. და რამე ასეთი ნიშანიან ხელშესაჭიდი რომ ვინმეს მივაწოდო სამწუხაროდ იმაზე მეტი რაც აქვს ჩვენს ეკლესიას, სხვა ხალხს, ვისაც ჯერ ამის მე აქვს. კეთილი. სახლში თქვენთან ჩემი ბოლო სტუმრობისას ყავდათ ძალიან ბევრი ლამაზი ქათამი. ეხლა ეს ქათმები ისევ ცოცხლები არიან და თუ რა ხდება აი ამ თქვენ საქათმეში? სამწუხაროდ ჩემი ქათმები როცა შესრულდნენ 8-9 წლის გარდაიცვალა არ დაგვიკლია, ძალიან გვიყვარდა და ძალიან მოვლიდით. აღარ აქვს ქათმები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დრო და ენერგია სჭირდებოდა მათ მოვას, როცა ცხოველ სახში აიყვან, პასუხისმგებლობას იღებდა და ბოლომდე და ყავდეს. ძალიან დიდი შრომა იყო კარგი მოვლა ცხოველის, რომელიც ყავს აყვანილი, თუმცა ბევრ სიამოვნებას იღებ ამისგან და ბევრ პოზიტიურს. შემდგომ, როცა ქათმები უკვე აღარ იყო, თვლით რომ ძალიან კი გვაქვს ეზოიანი სახე და ყველაფერი, მაგრამ რთულია. არა გვაქვს იმხელა ფერმა რომ საქართველოს მქონდეს და ძალიან რთული ამის ყოლა, ამიტომ არჩევანი გვაქვს. იმ თუთიყუშზე, რომელიც ყავს სახში. თუთიყუში ხო კარგად არის. ძალიან კარგად არის. ეს არის ძალიან დიდი რა ჯიშის თუთიყუშია ეს? არა, ხო, ეს პატარა ჯიშის არაა.
ძალიან დიდი არა ამ ხელა. რომელიც ან ჩვეულებრივი ოჯახის წევრია და ნებისმიერ სტუმართან ძალიან კარგად კომუნიცირებს. ეს არის მაგ თუთიყუშის დადებითი რომ ძალიან სოციალური არსებები არიან, რომელსაც შეუძლია კომუნიკაცია, რომელსაც შეუძლია გაგზნობინოს, თავის გზნობები გაიზიარო, შენი გზნობები საოცარია, მაგრამ თუ დაგვირთებით, ყველაფერს გზნობს და ჩვეულებრივად მონაწილეობს ოჯახურ ცხოვრებაში. ადამიანი თუ მიზანს დაისახავს და ამ ბიზნესთვის იბრძვის, რას ფიქრობ, აუცილებლად მიაღწევს? როგორც თქვი, ეს აუცილებელი კომპონენტია, რომ მიზანი გქონდეს, ამ ბიზნესის იბრძოდე, იყოს შრომის მოყარე, რომ ეს მიზანს მიაღწიო, მაგრამ სავარაუდოდ არ ჩვენ ეხალდელ ცხოვრებაში უნდა გაგიმართოს კიდეც, იმიტომ რომ კონკურენცია ძალიან დიდი. თუნდაც საქართველოში რა იყო ძალიან ბევრი განათლებული, ჭკვიანი, ნიჭიერი ახალგაზრდები მოდიან, კონკურენცია დიდი. ბევრი ყავს კარგი დარჩენა. ამიტომ ამ კონკურენციაში ძალიან მაგარი უნდა იყო, რომ კონკურენტუნარიანობა შეძლო. კი, მაგრამ მაგალითი მოგიყვანთ. მაგალითად რეზიდენტურა რო დავიწყეთ და გამოვაცხადეთ, ქონდა რა ბევრი ადგილები, იმდენი კონკურსი არ იყო და უფრო მარტივად მივიღეთ ყველა საბუთები. ეხლა გვაქვს რამოდენიმე ადგილი და გვაქვს გაცილებით მეტი აპლიკანტი. ანუ არჩევანს უფრო ადვილად გავაკეთებთ. იმათ ვინ თავიდან შემოიტანა გაუმართლად. იმათ გქონდათ კონკურსი უფრო ნაკლები. ეხლა უფრო მეტი. ანუ ყოველთვის არის ამ გამართლების კომპონენტი ცხოვრებაში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, აუცილებლად უნდა იყოს შრომის მოყარე, აუცილებლად უნდა იყოს მიზანდასახული, აქტიური და არ დანებდე ალბათ. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მაგასაც ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანი ვინც იბრძვის, შეიძლება 10 ჯერ მოსინჯო და 9 ჯერ არ გაგიმართლოს, მაგრამ ერთხელ აი ზუსტად ის ყველა პირობა შეიკრება და გაგიმართლებს და მიაღწევ იმას, რაც შენ გინდა. ბოლო შეკითხვით მინდა მოგმართოთ ძალიან საინტერესო რესპონდენტი ბრძანდებით თქვენ. აი თქვენ თქვით რომ გამართლება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვის გადაუხდით ახლა მადლობას? აი ამ თუნდაც გამართლებისთვის. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ალბათ ძალიან ბანალური იქნება, მაგრამ ჩემს შემთხვევაში მართლაც მასე არის, ჩემს მშობლებს, ჩემო მშობლებმა არა მარტო საშუალება მომწეს, რომ ეს მესწავლა და მეკეთები, არამედ ძალიან დიდი სტიმული ამისათვის, რომ მესწავლა, უმაღლესი განათლება მიმეღო და სწავლაში ბევრი დრო და ენერგია ჩამედო. ალბათ მეუღლესაც რომ აუცილებლად მე როგორც მოგიყევით ნიდერლანდებში ჩემო მეუღლემ ძალიან ბევრი თავისი გადადო, რომ ჩემთვის ხელი შეეწყო, რომ მე მიმეღწია იმისთვის, რასაც მივაღწიე. თუნდაც ახლა ბოლო მოვლენა, ჩემ მეუღლე ძალიან კარგი სამუშაო ჰქონდა ამსტერდამში. აი მე არ ვლაპარაკობ მარტო შემოსავლის მხრივ, ძალიან კაი შემოსავლიანი იყო, არამედ ძალიან საინტერესო სამუშაო და მე გამომიჩნდა ეს საშუალება. გადასულიყავი ლაპონში, ლაბორატორიაში, სადაც მე მეძებდა საშუალება ციფრული პათოლოგია გამეკეთებია და პლუს საქართველოს პროექტები გამეკეთებია და მან დათმო თავისი სამსახური და წამოვიდა იმისთვის, რომ ჩემთვის შეეწყო ხელი. ამიტომ თვითფრინავიშში დაძლია თუ არა? არა, ჯერ ვერა და არ ვიცი რამდენ თამად თუნდაც ჩვენ გამოსავალს ყოველთვის პოულობთ ერთად. ეხაც ვიყავი კონფერენციაში ვენაში და ერთად წავედით მანქანით ამსტერდამი. ამიტომ ხშირად გიწევთ ხოლმე ჰოლანდიიდან საქართველოში მანქანით გზავრობა. ამ ბოლო წლებში ვერა, მაგრამ მანამდე ძალიან ხშირად ვაკეთებდით, როცა ბავშვები პატარები იყვნენ, რომ საქართველოში ჩამოგვიყვანა და საქართველოს აქორდო ჩეხება მონათლეთ, ბევრი რაღაცები გავაკეთეთ, მაგას ყოველთვის ვაკეთებდით მანქანით. ძალიან საინტერესო იყო სხვათა შორის, ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, რომ იმ გამოწვევები და რამე კარგი გაგვეკეთებია და ეს ჩვენი მგზავრობა არ იყო მარტო მანქანით წამოსვლა, ჩვენ გავივლით სხვადასხვა სახელმწიფოებში, ჩერდებოდით, სასტუმროებში, ნახულობდით, მათვარიერებდით და ესეც იყო ჩვენთვის კარგი ტურისტული მარშრუტი საქართველოს. კეთილი, ბატონ ალექსი, მადლობა მინდა გადაგიხადოთ დიდი, რომ გამონახეთ დრო და საქართველოში მცირე ხნით ხართ ახლა ჩამოსული და მოხვედით და მე როგორც რიგით ერთ-ერთი ქართველისთვის ძალიან მიამაყებით, რომ ასეთი მაღალი რანგის ჩვენი თანამოქალაქე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე არის ასეთი მაღალი რანგის მეცნიერი და ასეთი წარმატებული უცხო ქვეყანაში, ჰოლანდიაში.
მადლობა რომ იყავით ჩვენი პოდკასტის სტუმარი. მე მაყურებელს მინდა ვთხოვო რომ აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი ექიმი მიკროფონთან და ყოველკვირას სულ ახალ-ახალი საინტერესო ისტორიებით დაგებრუნდებით და ახალ-ახალ ექიმებს გაგაცნობთ. მადლობა, გემშვიდობებით ერთი კვირით.